დილამ შვიდობისა, მოგესალმებით ყველას, მაგვიძარეს ეთერში კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის დილას გავარკვევთ, ეს ამ შემთხვევაში იქნება ცნობილი ქართველი მოღვაწე ნატო გელაშვილი, კომპოზიტორი და ავტოშემსრულებელი, ასეთ შეიძლება და მე თქვა, ოღონდ ზარის მაგივრად არ ვიცი, რატომ და შუქი ავართე და ჩავართე და ეხლა შევეცდები ზარიც დავრეკო. აი, როგორი ზარი აქვს. მოგონა რაღაც დილამ შვიდობისა რა ამაზად თენდები. ამალიონს ნატოსთან ერთად შევხვდები. როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ახარ? რატო ასე დილა ადრიან სტუმრობა? ჩახავს, მაგვიძარაო. მოგზავნით, კეთილი იყოს თქვენი. როგორ ხასიათზე ხარ? კიდევ ერთხელ კეთილი. როგორ ხასიათზე ხარ ხოლმე დილაობით? რა ვიცი, ნორმალურზე, იმიტომ რომ ჩემთან დილა იწყება დილის 8 საათზე და უკვე ამ დრომ შრიამულით იწყება, ხო? შრიამულით, აყალმაყალით, ხანდახან ომით, ხანდახან მშვიდობით. გააჩნია გიორგი როგორ ხასიათზე ადგება, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე წევრია ოჯახის. მე ვიღვიძებ ადრე 800 რო დააკლება 15 წუთი. ანუ მე მგონი მე რამდენად მივიდარ სკოლაში, არ ვიცი. და ყველაზე ბედნიერი ვიყავი სკოლა რო დავამთავრე, რომ ვიფიქრე რომ აი ადრე აღარ ავდგები. ხო და ეხა ბავშვი მეორდება კიდე და მე კიდე თუ იქნება ეგ აღარ ვიცი. ვეღარ გადავიტან. მოკეთ გებით და რაც შეიძლება გიორგი არის ადამიანი, რომელიც რაც შეიძლება გვიან უნდა ადგეს და ანუ და 5 წუთი მაქვს კიდე და 5 წუთი. ანუ ეზარება. 1 საათის შუალედს არიტოვებს და ხანდახან ყველაზე ხშირ შემთხვევაში ესეთი კარაქიანი პურით გადის ხოლმე გზადაგზა, ანუ ვაწევ საუზმეს რო იქნება რაღაცა შეჭამო დედიკო ეძახი. საუზმის მომზადება ჩენ გიწევს. კი რა თქმა უნდა. ეს ჩვეულებრივ შემოიფარგლება კარაქიანი პური და შენ არა ხა კარაქიანი პურით ახლა გააჩნია როცა ხაჭაპურია ხაჭა ფაფას ფიზიკურად ვერ ასწრებს რომ ჭამოს იმიტომ რომ იმდენად გვიან დგება და დავუშვათ 9-ზე ხო ეწყება დგება 9:30-ზე და დავუშვათ მანქანა ელოდება და 10 წუთი აქვს ესე იგი ჩასაცმელი და უკვე გამორიცხულია რომ ხა ფაფას ისთან როგორ ჭამს ძალიან დინჯად ხო ის უნდა გაუცირდეს ახლა მთელი თავისი რომანტიკის დრო დილით არა აქვს და სანთლები და ასე შემდეგ ხო არა შენ თვითონ აი როგორ ფიქრობ ნატურე უნდა მეთქვა ახლა შენ პანატური ანუ ცხოვრების წესი ტოროლა ხარ თუ გიჭირს მაინც დილით გაღვიძება და რაღაც ხელოვნურ გრაფიკში ხარ ჩამჯდარი არა ტოროლა ვარ იმიტომ რომ რო გითხარო ძილი მიყვარს მეთქი არა და რატო არ მიყვარს იცი როგორც არის ხო შაბათი კვირა დავუშვათ მოდის და რომ გონია რომ აი რომ ვიღვიძებ და არის ალბათ 12 არის 10:09 ანუ გამჯდარი მაქვს უკვე ეს ჩვევაში და საფხულობით როდესაც მაქვს საშუალება რომ დავიძინო და ვდგები 11-ზე აი მინდა გითხრა რომ ვარ აი მთელი დღე სრულიად სუდად ანუ მთელ ზაფხულს ვატარებ ნახევრად ძილში იმიტომ რომ სულ მეძინება მე მთელი დღე ხდები როგორც კი ცოტა მომიწევს რომ დავიძინო 11-მდე ნუ ჩათვალე რომ ის დღე არის დაკარგული ჩემთვის და მთელი დღე ვერ გამოვდივარ ანუ ბავშვებს გაისწრებ და მე რეიწყება შენ საკუთარ თავზე ზრუნვა, ხო? არა, საკუთარზე არ იწყება ჯერ ისევ იმათი დაყრილი მიყრილი უნდა მილაგდეს, მე აუცილებლად ვემზადებით რომ მოვაშუა დღე და უწევთ სადილი. გამომდინარე რომ პრეტენზიულები არიან და ყველაფერს არ ჭამე, ყოველთვის რაღაცა უნდა შეურჩიო. ანუ და ვცდილობ ყოველთვის რომ დავახვედრო ცხელი სკოლიდან რომ მოდიან. ანუ იმ წუთის გაკეთებული რაღაც. და მასე ფიქრი იწყება უკვე საღამოს ალბათ. არა ხო გვიან საღამოს დაწოლამდე რომ ხვალ იმიტომ რომ დილით ვერ ვასწრებთ მაგაზე საუბარს და ხვალ რა შეჭამთ რომ მოხვალთ რომ მე ანუ ვიცოდე რომ გავამზადე. ბაზრით შემოიფარგლები დილობით თუ უკვე საღამოს არა ბაზარი აქვს ვახოს დაკისრებული და გამომდინარე რომ ვახოს დაკავებულია და მეც ძირითადად დიდი ბაზარი კეთდება ჩვენ ოჯახში შაბათს. ანუ მთელი კვირის ბაზარი პროდუქტი და ნუ ხა წვრილი უკვე მაღაზიები აგერ. და ამ ტრიალის მომენტში მუსიკას არ უსმენ ხოლმე თან ან რაღაც. არა, ოღონდაც მუსიკა არა. მუსიკა არა და დანარჩენი ყველაფერი. ტელევიზორს ტელევიზორი ყოველთვის ჩართულია მექანიკურად. მაგრამ არავინ კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს. არა, უბრალოდ აი ვიღაცა საუბრობს თავისთვის და ვიცი რომ მარტო არა ვარ. ტელევიზორი. ნაცნობის სიტუაცია. მდგომარეობა. ის დღეები, როცა შენ კონცერტი გაქვს, ან სტუდიაში მიდიხარ და ამ ყველაფერს ვერ მოახერხებ. ანუ შენ ყოველ დღეურ ცხოვრების რეჟიმში ვერ ჩაჯდები, ანუ საჭმელს ვერ გააკეთებ და ასე შემდეგ. რას აკეთებ ხოლმე? ამ შემთხვევაში ვინ იზრუნავს ბავშვებზე? თიკო იცი რა არის, გამოუვალი, აი, გამორიცხულია ეგეთი დღე, იმიტომ რომ არავის გაკეთებულს არ ჭამე. არა. ხო, ანუ ეს მინდა არ მინდა, უნდა ვიფრინო, აღამე უნდა ავდგე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ
ნუ ერთადერთი შეიძლება მოვიტანო სოსისი, ან რაღაც ესეთი მშრალი საკვები. ნახევრად ფაბრიკატი. ხო, ნახევრად ფაბრიკატი, მაგრამ არც მაგას არ ჭამენ. აი ისეთ სოსისი, ოღონდ თვეში ერთხელ, რომ ჭამოს სიამოვნები და თუ მოყარო კვირაში ორჯერ მოიტანე, გამორიცხული ეჯობია, ვინმეს მიცე მე მეზობას, იმიტომ რომ არავინ არ შეჭამს. ხვდები, აი უყარ თვეში ერთხელ, აი ახალი პროდუქტივი და ამიტომ იცი ყოველთვის ისეთი აწყობილი ვარ ხოლმე, რომ როცა მე ვიცი რომ დავუშვათ დილით ვარ ადრე გასაქცევი, ყოველთვის ვაგვარებ ღამე. და მე უკვე როცა მოდიან პედაგოგები, ისინი უცხელებენ, იმიტომ რომ სახში სულ გადარდენა. კაი. სიმპალკა ხო იცი ეგრე ვარ და ვინც ასწრებს ის უცხელებს. თავარია იყოს, რომ ის საჭმელი იყოს რაც იმათ. გაიზრდებიან რომ თავისით ზოგჯერ გააცხადოს. არა, თავისით უკვე გიორგი პრობლემა არა აქვს, დილით შეუძლია ადგეს ლუკა ასაუზმოს, როცა დავუშვათ შაბათი კვირაა და მე 1 საათით ცოტა დიდი ხანი ვძინავს. ეს პრობლემა რო ვიღვიძებ, მე უნდა რომ დე ჩვენ უკვე შეგიძლია ხო, შეგიძლია იძინო. კარგით, მაგვიზარა დაგიბრუნდებათ რამოდენიმე წუთში ეთერში და ვნახოთ როგორ ტრიალებს სამზარეულოში ნატო. ესე იგი, როგორც უკვე მივხვდით, ვარგოთ ნატო გელაშვილი როგორ ტრიალებს სამზარეულოში, ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს უკვე უტრიალია. ხო, ეს უკვე გუშინდელი შეთანხმებულია. იმიტომ რომ გიორგის გამორიცხულია დახვდეს სხვა რამე დღეს. იმიტომ რომ ძალიან უყვარს მაკარონი მაიონეზით. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ კვირაში ერთხელ მეტი არ გავიმეოროთ არაფერი, ანუ როცა არის დავუშვათ დღეს მაკარონი, ხვალ მოუნდება შეიძლება მითხრას რომ მინდა შემწვარი კარტოფილი, მე უკვე წმიანი და ესე ურემთ სადილს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. ტელეფონი ეს ურეკავს ქრონიკულ. ბატონო, კარგი. კაი თამ, კარგი. რაღაცა მოგიყე, ხო არ გიყავ? გიორგის საყვარელი. ვიცი რომ გიყვარს ძალიან ყავა, გეხმარება გამოფხიზლებაში, კოფეინი. ხოცა მიყვარს ერთია, მაგრამ აი ფიზიკურად უკვე დამოკიდებული ხარ? ხო, დამოკიდებული ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ვახო მიმაჩვია ჩაის, იმიტომ რომ ვახო უფრო ჩაისკენ არის მიდრე. და როდესაც ვაყენებთ ხოლმე აუცილებლად უყვარს, არ უყვარს ერთჯერადი ჩაი და ამიტომ ხშირ შემთხვევაში უფრო დამოკიდებული წესით ხო. და აუცილებლად ის მთელი ცერემონიალი აქვს, რომ დავახურეთ ქვეყნის რაღაცეებს, რომ ის უნდა ჩათბეს ჩაი. და ერთხელ მოგვივიდა ისე, რომ ისე გავურდა ის ფოთლები, რომ ჩაი არის. საუზმე არა? საუზმე არა, ფიზიკურად არის. ფიზიკურად არა, რა დავიცი. ანუ მეც ველოდები უკვე ბიჭებს როცა მოდიან სკოლიდან და მე ფაქტიურად პირველ დღის განმავლობაში ვსადილობ რა, პირველად. და მზადების პროცესში არ გინდება ჭამა, გემძელსაც გააჩნია, როცა შემწვარ კარტოფილს ვაკეთებ, აუცილებლად რომ დადგება ის სუნი, მე უკვე ვერ ველოდები ბიჭებს და ვიწყებ ჭამას. ეხლა როგორც ჩემოა კარებში თუ მოგვიწო იტყვის დე მაკარონი არის ყავას როგორ სვავ ნალექიანს თუ უნალექოს თუ არა აქვს მნიშვნელობა ხან როგორც ხან იშვიათად ვდგები ნალექიანის ხასიათზე სხვათა შორის იმიტომ რატომღაც მიჩვეულო ეს მექანიკურად აი ეს ჩაიდანი კიდე როგორ არის ცოცხალი არ ვიცი რამდენი წლის და რასაც ეს გვიძრებს და საერთოდ ძალიან მიყვარს აი ჩემ ხელში დაბერებული ნივთი ხვდები აი ხო არის რაღაც ახალი კი შეიძლება ლამაზია მაგრამ ანუ ეს ჩაიდანი არის ჩემთან ერთად ამ სახში. ანუ რამდენ ხანში იქნება ანტიკვარი ყველაფერი უკვე ანტიკვარია და ყველას უყვარს. მექანიკურად პირველ რიგში ვინც დგება მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ვახუა ეს თუ ბიჭები, იციან რომ ეს მექანიკურად უნდა დაადგან. იმიტომ რომ მე უკვე ვდგები და მინდა ყავა. რიტუალია ჩაიდნის დადგმა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი. საყვარელი ჩაიდანი ძალიან გვიყვარს ოჯახში. რამე განსაკუთრებული ჩვევა, რასაც ყოველ დილას აკეთებ, იგივე რაღაც მოწესრიგების თვალსაზრისით ან სამზარეულოში რაღაც ხილის მოწესრიგების რა გითხრა, იმიტომ რომ მოწესრიგებას ზუსტად ვიწყებ გასვლიდან დაახლოებით 1.5 საათით ადრე. ნუ მანამდე ვანაობ და ყოველთვის რაღაც პირსახოთს მოკრული დავდია. კასინკა ზაგრული და ხარშალობი. ხო და მე არა, ამათ ყველაფერს მოვჩები მე და მე უკვე ვიწყებ რომ გასვლის წინ 1.5 საათით ადრე უკვე მოვდივარ ფორმაში და ძალიან ხშირად ამცინიან ხოლმე გოგოები რომ რა სიფიქრე რა შენმა ხელებმა დილიდან გააკეთა და ესე რომ ანუ დილიდან მართლა ძალიან ბევრი საქმეა იმიტომ რომ ორი პატარა ბიჭი იცი ვინსად რას ყრის ჯერ სანამ ამას მიალაგებ ხო და მოიყვან აზრზე სახს და ეს რამდენად შენია ეს დაალაგება და თუ ძალით აკეთებ თუ სიამოვნებად არ ვაკეთებ ძალით იმიტომ რომ იმდენად ვერ ვიტან საერთოდ
წყალებში ვიყრი, ნერია ხა ადამიანს და ვერ ვიტან სიფინძურეს. რომ აი ერთადერთი ჩემს სახში როცა ირევა და მე როცა ვერ ვასწრებ დაალაგებას, ეს არის ჩემი წინა საკონცერტო ჩაცმა. აი შეიძლება მქონდეს გამზადებული წინათქვით რომ მე ამას ჩავიცნო დაუთოებული, მაგრამ ბოლო მომენტში მივხვდი რომ მე ეს არ მინდა. ანუ ხდები აი შინაგანად არ მინდა, ან ვერ მოვირგე, ან და მე მაქვს ძალიან ცუდი ჩოა, შეიძლება წავიდე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ანუ ტანსაცმლით, იმიტომ რომ ვიყო კარგად. და ვერ ავიტანო რაღაცა. ანუ რაშიც კომფორტულად ხო, ანუ გესმის აი როცა მივდივარ კონცერტზე ვერ ვიტან, აი როცა ისე მაცვია რომ აი შეიძლება არ მომინდეს რომ ვიმღერო. ამიტომ ყოველთვის ყოფილა ასეთი შემთხვევა? ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი გეუბნები დღეს ისე მაცვია რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ ვიმღერებ რა გამას რომ. ანუ არ ჩავიცავ ისე, გესმის აი იგივე იმ ჩასაცმელს რომელსაც გავამზადებ, ხო? გამორიცხულია რომ ჩავიცავ. ან ბოლო მომენტში შეიძლება გადაიფიქრო და ჯინსები. არა, ჯინსით არ ანუ ეხლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრად კომფორტულად ვიდრე დავუშვათ გავამზადებ. ამ გაწამატრიაში როდის ასწრებ ფიქრს რაღაც კომპოზიციებზე, მუსიკაზე, ტექსტებზე და ასე შემდეგ. მუსიკაზე, ტექსტებზე არ ვიცი, ესე გზადაგზა. უკვე ჩემი შვილები სერიოზულად დამცინიან, იმიტომ რომ ამის წინ იყო რაღაცაზე დავჯექი მოკეთ ინსტრუმენტთან, იშვიათად ხდება ეს ჩვენ ოჯახში. და ნუ ჩემს ჭკვიან შვილებს ზუსტად მაშინ მოუნდათ რაღაცა ფილმი. ნუ ბოლო ხმაზე ხო ჩართეს ეს ტელევიზორი. ნუ ერთხელ თქვი, ორჯერ თქვი, ნუ მე ვიფიქრე ხა ამათთან არ გავა აპდექი ინსტრუმენტიდან და ამ დროს თურმე ესენი გადასარევად ხდებიან რომ მე იქ რაღაცას ვაკეთებ და რომ რაღაცა დავწერე, ანუ რომელიღაც რეულზე, მე ის მივაგდე ის რეული, რა თქმა უნდა, მოდის ვახო. და უცებ ხტები ორი. ახო სიმღერა დაწერა. მე ვხარ რა სიმღერა შენი სპიჩი არ ახალ, მე ვხარ მე რომ დავჯექი და შენ რომ ბოლომდე აუწი, მე არ დამიწერია. როგორ რეულში ხო ჩაწერე? ნუ ატყდა ამ რეულის წერნა. ყველაზე კომედია ჩვენ ოჯახში რა, მე რო ტექსტ წერ, ვერ კითხულობს ვერავინ ჩემს კარდა. წერას შმკს ეს შემოკლებული ჩქარ. აუ, ახო წაგვიკითხავ და მაგარი ტექსტია. იღებენ ამ რეულს. და ტექსტი მ ა თ გაფიცებ, აქ რას კითხო? დე ეს ის ტექსტია, მე ვთქვი ეგ ის ტექსტია, აბა მე ვთქვი თუ ბიჭები ხართ გადათავინეთ. და მოკეთ ესე ვაწრუწუნე იმ ტელევიზორის გულისთვის. ესეთი ომებია ხოლმე და კიდე კარგი რომ ვერ გითხავ. ხო, ესე უხარია ტექსტს. აიცი როგორი ბავშვები არიან, ხო ხდებიან რომ რაღაცას წერ, ხო? ამ დროს აქ რო ხატავდნენ, ხო დავუშვათ ამ ოთახში, ხო? ნენელა იწყებენ გამოსვლას და ვითომ არ გაქცევენ არანაირ ყურადღებას, მაგრამ ამ დროს რაღაც ახალ ჰიტს აკეთებს დედიკა. ეს თავისი მესაიდუმლეური გადაძახილები აქვს, ხო, ჩუ და რაღაცა წერს და დე რაზეა ბოლოს გეტყვია. სიყვარულზე. აუ, კაი ტექსტია, ლუკუჩ, გაძახეს. ამბებია ოჯახში კაცებთან ერთად როცა ცხოვრობ. კარგია, პირველი შემფასებლები კარგი გყავს. კი. ყავა ჩამოგვისხება რატოც. აბა ყავა ჩამოგვისხი, ეხლავე. დიდოსტატო. რომელი ყავა გინდათ? თუ გინდა მეორე ყავა. არა, აი ეს მინდა რაც აატუღე ხა ამ ჩაიდნით, ანტიკვარული ჩაიდნით. ჩვენი ანტიკვარული ჩაიდნით. ყურდამწვავით, ხო? ყურდამწვავით. ჩვენთან ერთად ბერდება ჩაიდანი, მაგრამ ძალიან მოყავს ყველა. შაქრით, უშაქრით, ლიმნით. ერთი შაქრით ულიმნოთ. ულიმნოთ. არის. უბრალოდ. შენ გაიხარე რომ მოხვედი, გამოფხიზდი, ოღონდ ისე. ხო იცი, კარგად. შაქრიანი ყავა რომ მომიტანო, ფიზიკურად ვერ ყავს. საერთოდ ვერ ვატანგებს. ხო. იმდენად მივეჩვიე, რომ აი, სადმე რო ხარ, რომ არიციან, ხო, ეს დილობის გულისთვის შეიძლება რაღაცა ასე ვთქვათ, ორი გლობი მოსვა და დავდო, იმიტომ რომ ვერ სვა. ცხელია. ესე იგი, შაქარი რო სასარგებლო არ არის, ეს ვიცი. არა, სასარგებლოს გამო არა, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ იყო ერთი პერიოდი, რომ რატომაც ამოვიჩემეთ, მე დავახომ ლიმონით და ყვიმით, თაფლით, ყავა. მე რაღაცა ერთი ნახევარი წელი ისტერიკა გვჭირდა, ვსვავდით სულ ასე. თაფლი და ლიმონი. მე რატომაც არ ვიცი, დავრჩით მარტო ლიმონზე, ანუ ამოვიდეთ თაფლი და ბოლოს ესე იგი გავაქრეთ ლიმონიანად. არა, ლიმონით მეყვარს მე პირადად. მაგრამ უკვე შაქარი არა. და თაფლით კიდე რაღაცა ის გემოდაყვება, გემრიელი რაღაც ერთად და ხშირად ვსვამ ხოლმე ეს ლიმონი და თაფლი. როგორც მივხვდი, საკუთარ თავზე იმდენი ზრუნვა არ გიწევს, როგორც ბავშვებზე. ანუ რა თქმა უნდა. დავუშვათ რაღაც პატარა რიტუალებით რომ შემოიფარგლებოდა შენი დილა გერკულესი, თაფლი. არა, არანაირად.
არანაირად. ახლა თუ რაღაცა ფაფა უნდა გიორგის და გავაკეთებ, აი შეიძლება მე გასინჯო. ხო, გავსინჯო ან რაღაცა, მაგრამ ისე არ. სხვადასხვა ძალიან კარგი ჩვევა და მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც აუზმობენ და ეს არის ძალიან ნორმალური, ჩემი აზრით. და ერთ-ერთი ნორმალური ოჯახში ყავს ვახო, ვინც ერთ-ერთი ნორმალური. ხო, ну ერთადერთი ნორმალური ადამიანი, ვინც საერთოდ ადამიანური წესით ცხოვრობს და სულ მეუბნება, რომ ამით მოისპობ ორგანიზმს, არაფერთ არ შეიძლება რომ ეგრევე ყავა დაისხა და რაღაცა შეჭამე. და ну ეხლა რაღაცას მიმაჩვე, იმიტომ რომ ახოს რომ უმზადებ ხო საუზმეს იგივე ბუტერბროდს ხო, ну გინდა არ გინდა იმდეჯერ გეტყვის იმ ერთი ჭამე რომ უნდა შეჭამო. და ისე რომ რაღაცა 1-2 თვეა მე მგონი მეც დაიწყე უკვე. ხო, აი რაღაცა რომ უკეთებ, ხო, ეხლა ბიჭები არა დავუშვათ კარგი ვაწვი კარებში რო გარბია, ხო? ხან ხაჭაპურს, ხან რაც არის, ხან ბუტერბროდი უნდათ, ხო? ვახო არა, ვახო დაჯდება თავისი მწვანე ჩაით. თავისი საუზმე. ხო, საუზმე და გინდა არ გინდა ხა ვზივარ, ხო, რაღაცაზე ვლაპარაკობთ რაღაცას, ხო? ნუ მინდა არ მინდა უკვე მეც ვიღა, ხო. შემოგესაუზმება, ხო? შემესაუზმე. ვაგრძელებთ მაღვიძარას და მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ ცხრილთან ერთად ნატოსთან სამზარეულოში. გამარჯობათ. თუ შეიძლება ანის, ლევანს, ლუკას, გიორგის თხოვეთ. ეს ის ადამიანების სახელებია, იმ ადამიანების, ვისაც ყველაზე ხშირად ურეკავენ ალბათ ბავშვები. ხო, ან როგორ უნდა მიმართო, იმიტომ რომ მაგალითად ისევ და ისევ ჩემი შვილი გიორგი. ანუ ძიმე საკითხია ოჯახში. როცა იღებს ყურბის, ხო და სულ ვეუბნები, რომ ანუ ვის გავხარ დედა, ხო? ყველა ვრეკავთ, ვამბობთ გამარჯობათ, ნახვამდის, ხო? თუ შეიძლება თხოვეთ. თუ არ შეწუხდებით. ხო, ეს იღებს. ისა ლევანი მინდა ან პირდაპირ გადადის რაღაც საკითხზე და ნახვამდის. ხო, პაკა. და მისია ბებია მიშობა არა. და ბოლოს გავგიშდით უკვე ყველა და ვერანაირად და ბოლოს დაუწერეთ, რომ გამარჯობათ, ეხა იწყებს. გამარჯობათ თუ შეიძლება თხოვეთ და აგძე. სახელს არჩევს ხო ის უნდა. მე სახელს არჩევ. თან ეშლება შეიძლება მიაყოლოს ანის, ლევანს, ლუკას, გიორგის და ასე შემდეგ. ესეთი ძიმე ცხოვრება გვაქვს ზოგადად ოჯახში. მაგრამ უკვე გამოვსწორდით ეხა უკვე ეს სექტემბრიდან. ხო ესე იგი. ეხა გინდა არ გინდა ამაზე დიდი ფურცელი იყო, ეხა დავაპატარავეთ, იმიტომ რომ თელ მე საერთოდ გააკრო. ხო, მე ნენელა ეხა კიდე პატარაზე მაინც აგერ აქვე ჩაეტიოს და მე უკვე ავიღებთ, ალბათ წლის ბოლოსკენ უკვე გვემახსოვრება რომ უნდა ვთქვათ გამარჯობათ და ნახვამდის. ეს ცხრილი მშვენიერია, შენ თუ გაქვს გრაფიკი დღის შემუშავებული ხოლმე წინასწარ თუ? არა, წინასწარ არა, მე ერთადერთი ვიცი რომ დავუშვათ დღის განმავლობაში 4-დან 7-მდე გამორიცხულია 3-დან 7-მდე უფრო სწორად, ყოველთვის ვარ სტუდიაში და ვმუშაობ. და აქედან გამომდინარე უკვე ვიცი რომ მანამდე თუ სადმე მიწევს წასვლა დილიდან 3-მდე, 7-ის მერე უკვე იშვიათად თუ კონცერტი არ არის, მაინც ძირითადად ვარ უკვე სახლში, იმიტომ რომ ბიჭები გამოდიან ფეხბურთიდან, მე უნდა გავუარო და მე მოვდივარ ერთად. გადავინაცვლოთ დილის ტუალეტზე, ასე ვთქვათ, როგორ იწესრიგებს ნატო თავს, ალბათ დილიდან მაკიაჟები, არანაირად და ვერ მოგატყუებთ, რომ ვიწესრიგებ თავს, ერთადერთი დილის ჩემი ეს არის აბაზანა, იმიტომ რომ მოვიდე, რასაც ქვია აზზე, დუში, ეს როცა უკვე მე მივალაგებ ყველაფერს და მე უკვე შევდივარ ვანაში. მაკიაჟს საერთოდ არ ხმარობ, გამომდინარე აქედან ნაკლებ დროს ხარჯავ, ამაზე ერთადერთი ჩემი არის ტუჩის საცხი და კონტური, რომელსაც საერთოდ ხმარობ და მიყვარს. ეს არის ორადორი ნივთი, რომელიც მე გაგაჩნია. ნუ დავატარებ ხშირ შემთხვევაში. ბატონო, გადაღება მაქვს და დაგირეკა. ასე რომ თუ არ არის კონცერტი, იმ შემთხვევაში მაკიაჟს ნაკლებად ხმარობ და ვასვენებ სახეს. შვილების გარდა ახალი საზრუნავი გამოგიჩნდა, შევამჩნიე სცენარები. ამაზე ძალიან სერიოზულად, ესე იგი უკვე ვახოს გავუჩნდა. შენი სტილია. ძალიან ხო, ჩემი ჩინური ვარდი არ გავიტეხო. მოკლედ ესე იგი ამას ვეძახით მძინარა ყვავილებს, იმიტომ რომ საღამოს იძინებენ. შენ უნდა ნახო როგორ ხარობენ ჩემი ბიჭები, რომ დედა დაიძინეს და აბა მე ვიძახი ძილის დროა, ესე იგი, როცა ჩვენ ყვავილები იძინებენ. დაძინება ამათ უწევს 9 საათზე და ყველაზე ხა ამ ყვავილთან დაკავშირებით კომედიას მოგიყვები.
ანუ ვინც გამიხარა ეს ყვავილი და მაჩუქა, ხო? მეუბნება რომ როცა მზეო იქნებაო, ხო? აი მანზეო გაიტანე ხოლმეო, ეს იშვიათად რომ მაინც ბზის ხილებიო, 1.5 საათითო საერთოდ სახლის ყვავილი. რომ და არ ვიცოდი ხა მე ყვავილების მოვა, არასოდეს ანუ ესეთი ქოთნის ყვავილები არ მქონია, მაგრამ რატომღაც დამეწყო გართულება და უცებ და ასე ცირკი იყო რომ მოვედი ჯერ პატარა ქოთნი. მე მოვედი, მეორე და ბოლოს მოვედი ჩინური ვარდი. აი უკვე და მახსოვს რომ მანქანიდან ძლივს გადმოვიტანეთ, იმიტომ რომ განწირული ყვიროდი სადარბაზოში რომ ბიჭებო მომეხმარეთ მეთქი მეზობლებს, იმიტომ რომ ტოტი ტყდებოდა. თან ყვავილები ქონდა ზედ. და მოკეთ აი მთელი უბნის ბიჭებმა და მე ამოვიტანეთ ერთად და ეს ჩემი შვილები შრიამული უნდა გენახა, ნუ ძალიან სასაცილო იყო და რომ მოდიოდა ვახ ყოველ დღეს კიდე ახალი ყვავილი, კიდე ახალი ყვავილი. მოკეთ ბოლოს ბოტანიკური ბაღი იქნება მალე. დასაწოლი ადგილი არ იყოსო და ხა ამასთან ყვებოდი და მოკეთ მითხარო გაიტანე აივანზეო და 9 საათიო მეტი არ გინდა. კარგი მზია. ეხა სანამ აცივდებოდა ეს დღეები ხო იყო მზა. და მოკეთ დილის უბორკა მოვჭი და ეხა ჩემი გოგოებს ვეძახი ამ ყვავილებს, რაღაც ბრანჭიები არიან და ჩემი გოგოები მოკეთ გავასეირნე. მე ამასობაში შევედი, რაღაც საქმე მქონდა მოწესრიგ და გამოვედი. ზუსტად 9 საათია გასული, მეტი არა, იმიტომ რომ ძალიან ისე ვარ პუნქტ. გავედე რას ხედავს ჩემი თვალები, ეს შენი ყვავილები გადაწოლინა მზეზე. ირუჯებიან. იცი რა, აი ეხა მე ხო არ ვიცი არა მაგ ნანახი და ეთქობა მიეფიცხენ ეს ტოტები მორბილდა, ეს თავები რაღაც მოიკუჭა და ანუ ესე წევნა რა ვაი შენ ნატოს. წყალი. და მე ჩემი სახე. აქედან. აქ არის სიშიშვლე, იმიტომ რომ სულ ასე წევნა, გესმის და გადმოყრილები ძირს. შემოვედი, თვალები ხომ აქ ცრემლია და ხა როგორ გინდა დაურეკო რუსიკოს, ვინც მაჩუქა რომ უკვე მოვკარდი შენი ყვავილები. ამას ხო ვერ ვიზა. გევარ და გეხვეწებით ადექით ვეუბნე. გეხვეწებით თუ ღმერთი გწამს, ადექით, წამოდექით ყვავილებო. ნუ ძალიან ტრაგიკული ბიჭები. თავზე წაიგარი და მოვიდნენ ახლა ეს დააგდეს ეს ჩანთები როგორც იციან კურტკები, ზოგმა იქ მიყარა, ზოგმა აქ მიყარა და ნუ ხა და უცა დე გიო ჩვენი ყვავილი მოკვდა. ტო, თან ტო ეს ვერ მოვიშალეთ და დუმილია სახში, ნუ ტრაგიკული დღე გვაქვს ძალიან. მე წავედი, ვაი იმ დღეს რომ მე მოსწავლეებს ჩაუტარებ. როდის გავასვენოთ და ასე შემდეგ. ხო, ნუ აი არ იცი რა ხდება. ძლივს ვატარებ გაკვეთეს და ეს ბავშვები ხომ შვიდობაა ნატომას. კი, ვეუბნები რა არათო. შავები გაცვია. მესამე მოსწავლე მყავს და მობილურზე ზარია. დე ადგნენ. მიცვალებულია. შენდა ვერ მოვედი აზე რა ადგნენ, ვინ ადგენ? და ეთყობა თუ ეს ორი ყვავილი მოიყირწეს შენ სისხლები და ეთყობა ორი ცალი ადგა და ლუკა გახა დე ადგნენ შენოდა გენახა როგორ დავიწყე გაკვეთ მივხვდი რომ გადარჩე ყვავილი რატო ეს ყო ესე იცი არა ნუ მე ხო არ ვიცოდი რა იცოდი ხა მე რა პირველად გავიტანებ ზეზე ხო და ნუ ხო ეთყობა ეს ბზის ხევებზე გათფენ და მოკეთ ძირს გადაეშვნენ რა ასე დილით რო არ გაიღვიძონ, შეიძლება ჩვენ დავიხოცოთ მთელი ოჯახი. გაიღვიძეს გოგოებმა. და სულ მეკითხებენ ბიჭები, დე რატო დააკვი გოგოები? იმიტომ რომ კაცების დანოყვა ხარ მინდა. ჩემ ოჯახში ყველას ქეს კაცია, გავგიჟ, ძაღლი ყავდა ისიც კაცი. მე გავუშვი. და მოკეთ ესე რომ დედრობითის ქესის ყვავილები. აი რაღაც ძალიან მინდა რომ გოგოები და ყველა ყვავილს დავარქით. თან ამდენი გოგო ერთად მაგდენი გოგოები მყავს უკვე და დილიდან ვიწყებ. ჩემმა გოგოებმა გაიღვიძეს და ვახო, აი ეს ხა კაკავდა ეხლა სულ. იმიტომ დღე და ჩემმა გოგოებმა დაიძინეს, ჩემ გოგოებს წავიდა. შევდა ნახო როგორი ლამაზი წითელი ვარდები გქონდა და ეხა კიდე გვაქვს ორი პატარა კოკორი. აი ნახე იწყებს აქაც და შენოდა ნახო მე როგორი ბედნიერი ვარ. დილით აი ამ პროცედურით. გავიტან აივანზე შემოვიტან, შემოვიტან და მოკეთ აი ესეთი ანუ ბედნიერი ვარ უკვე გოგოების ყავს სახში, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ამდენმა ბიჭებმა ხა რაღაცა ყვავილებთან დაკავშირებით თუ დაიწერა ესე და ჩემ ყვავილებს ეხება. და საერთოდ რა საქმიანობ ეს ბოლო პერიოდი, რაღაცა ახალ კომპოზიციებს ქმნი გავიგეთ. ნუ არ ვიცი, ხა ბოლო პერიოდი მოკეთ დასრულდა ერთი სიმღერა, როგორც იქნა. და რომ მივედი და თქვი სტუდიაში რომ სიმღერა დაწერა შევდაგენ ახლა როგორ კიოდამდე ის და იმიტომ ერთი წელიწადია უყურებენ უსაქმო ნატოს მოვალ რა შვები რამე არა და უკვე ახლა ხო არ გეკითხები ერთი დღეც მივედი და დავწერე თქვი და უნდა გენახა ზოგი იმ ოთახიდან გამოგვდა რა 100 ლაპარაკო კილოც
რა მოხსნია ეს რა მოხსნია როგორც იქნა და მოკლედ შუა დღეს და საღამოს რო გავაკეთებ აუცილებლად გესტუმრებ. შენი ერთი დღე უკვე იცის. ჩემი ერთი დღე ძალიან მძიმე გრაფიკით. წარმატებულ დღეს გისურვებ. ნატო და გემშვიდობები. კარგად, აბა, ბედნიერად. პაკა. პაკა. მაყურებელი, როცა მე კიბეებზე მიხილავს, თან მომავალს კიბეებზე ხვდება ალბათ, რომ გადაცემა დასასრულს მიმართულდა და ანუ ჩვენი რუბრიკა გემშვიდობებით ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.